მამაო, დაგლოცეთ? უფალმა დაგლოცოთ. მამაო, აი ახალი წელი მოდის და ადამიანებში ხალისი არ არის. თან ამბობენ, რომ აი მთელი წელი რაღაცნაირად ცუდი წელი იყო. აი უნდა იყოს მოლოდინი, მამაო, მომავალში, რომ არ იყოს ცუდი წელი და კაი წელი დადგეს. მე ჩემი პატრიარქისაგან ესეთი რამე მახსოვს, რომ ხალისი, სიხარული, ბედნიერება მოდის, როდესაც ადამიანი სხვისთვის ცხოვრობს. როდესაც ადამიანი მადლიერია იმითაც, რასაც უფალი ყოველდღიურად მისცემს მას. ბედნიერია ადამიანი იმით, როდესაც ადამიანი ღმერთზეა მინდობილი და იცის, რომ ღმერთს იგი ძალიან უყვარს. იცის, რომ ღმერთი ყოვლის შემძლეა და ყველაფერი წინასწარ იცის და ისია მინდობილი ღმერთზე, რომ რაც არ უნდა მოხდეს, მაინც მადლიერია, რაც არ უნდა მოხდეს, მაინც სიხარულია გულში, როგორც პავლე მოციქული ბრძანებს, რომ მარადის გიხაროდენო. ხო და რა უნდა გვიხაროდნო? იმიტომ რომ ღმერთი ყავს ყველაზე მოსიყვარული, იმიტომ უნდა გვიხაროდეს, რომ აი ესე ზრუნავს უფალი ჩვენთვის და ხშირად ადამიანი თუ რაღაც მატერიულ წარმატებას ვერ მიაღწევს, ის ფიქრობს, რომ აი ღმერთმა დამივიწყა. სინამდვილეში ეს მატერიულ წარმატება მისთვის შხამი იქნებოდა და უფრო ცოდვისკენ იქნებოდა მიდრეკილი და რახან უფალმა ამას არიდა, ის ამას ვერ ხედავს. არადა სულიერი ჭვრეტავისაც აქვს, ის დაინახავს და ღმერთს მადლობა შესწირავს. ასე რომ ყოველთვის ყველაფრისთვის თუ მადლობს ადამიანი ღმერთს, თუ კი ის სხვისთვის ცხოვრობს, ის ყოველთვის მადლიერი, სიხარული და ბედნიერებით სავსე იქნება. ეს ახალი წელი იქნება თუ ძველი წელი იქნება თუ როცა იქნება. ასე რომ ზედმეტი ისინი არ გვინდა ახალი წელი და აი ბედნიერების და არ გვინდა ეს, იმიტომ რომ უფლისთვის დრო არ არსებობს. უფალი ყოველთვის იყო, არის და იქნება ისეთი, როგორიც არის. და ჩვენც უნდა ვეცადოთ, რომ აი უფალი მივიღოთ ისეთი, როგორიც ჩვენს მიმართ დაეშვება. თუ არ აგვიხდა ეს იმას ნიშნავს, რომ არა სწორი მოლოდინები გქონდა, ან სურვილები მამაო ადამიანს. თუ არ აგვიხდა ეს იმას ნიშნავს, რომ ეს არ იყო ჩვენი სულის ცხონებისთვის საჭირო და უფალმა აგვარიდა, გიორგი. ეს იმას ნიშნავს, რომ რაღაც განსაცდელი მოხვებოდა მაგ რაღაც წარმატებას. ხო, შეიძლება ბევრმა იფიქროს, რომ აი მე ჯანმრთელობა მიდოდა და ჯანმრთელობა არ მომეცა. ესეც უფლისაგან არის, რომ ღმერთი ზრუნავს, რომ ადამიანი თუ რაღაც ავანტყოფობით არის და რაღაცა, ხო, გააძლიეროს და აი ამ ავანტყოფობით უფრო, როგორ გითხრათ, უფრო ამტანიანი გახდეს, როგორც ხდება ხოლმე, რომ აი ვირუსი რო შეეყრება ადამიანს და ცოტა ხანი ავანტყოფებს, მაგრამ ეს ვირუსი აძლიერებს ორგანიზმს, როგორ ანტივირუს გამოყოფს ორგანიზმი და ბრძოლისუნარიანობა უფრო ძლიერდება მასში. ასე რომ უფალი ხშირად ასეთ განსაცდელებს უშვებს ჩვენზე, მხოლოდ იმიტომ, რომ ძალიან ვუყვარვართ. მხოლოდ იმიტომ, რომ ის ზრუნავს, რომ მარადიულად ჩვენ უფალთან სიხარულში ვიყოთ. ამინ. და მამაო, როგორი დრო მოდის? რთულდებაო მამები ამბობენ და როგორი დრო? ეგ ღმერთმა უკეთ იცის, მე ვერაფერს ვერ გეტყვი, ერთი კი ვიცი, რომ ბოლო ჟამი განსაკუთრებული ესეთი განსაცდელების ჟამი იქნება და ხედავთ ჩვენ გარშემო უმიანობებია, ხედავთ როგორ ამ სოფლიო იცვლება არაუკეთესობისკენ, ხედავთ ამას ყველაფერს, მაგრამ ჩვენ უფლის იმედი უნდა გქონდა, არანაირი შიში, არანაირი სასწარკვეთილება. უფალი ნათელ ჩემდა და მათ ხოვარ ჩემდა, ვის ამეშინოს უფალი შესავედრებელად ცხოვრებს ჩემისა, ვისგან შევწრწუნდეო, დავით წინასწარმეტყველებს ბრძანებს და ნამდვილად ესეა, თუ კი ჩვენ გულში უფალი იქნება, თუ კი ჩვენ უფლის იმედი გვექნება, მერწმუნეთ, რომ არანაირი შიში და არანაირი ძრწოლა მომავლის მიმართ არ უნდა გქონდეს. ყოველთვის მადლიერებით ვღებულობდეთ ყველაფერს. ამინ. ბოდის და მოლოდინი რა უნდა იყოს, თუ შეიძლება ბევრი კაი ადამიანი ვეღარ მოესწრო დღეს ჩვენთან ერთად არ არის და ჩვენი მოლოდინი რა უნდა იყოს? ყველა ადამიანს აქვს თავისი შემოსვლის ამ ქვეყანას და გასვლის დრო. და იმ ადამიანმა, რომელმაც
ამოწურა თავისი ფუნქცია იმ ადამიანმა, რომელმაც მაქსიმალურად მიაღწია თავისული ცხონების საკითხს, უფალს მიყავს, როგორც ზრუნველი მამა ზრუნავს თავის შვილზე. ახლა ბევრი ფიქრობს, რომ დაეტოვებინა და რომ ეს უფალმა ჩვენზე უკეთ იცის, იმიტომ რომ უფალს ის, ვინც გარდაცვლილია, ჩვენზე მეტად უყვარდა, ჩვენზე უკეთ იცოდა მისი მომავალი და რაც დაუშვა თავის ყოვლის მცოდნეობიდან, დიდი სიყვარულიდან გამომდინარე დაუშვა. ასე რომ ჩვენ არ მოვინდომოთ, რომ უფალზე უფრო დიდი მოსიყვარულე მოსიყვარულით მოვიჩვენოთ თავი. უფალი არის ყველაზე დიდი სიყვარული, რასაც უფალი უშვებს, ყველაფერს მადლიერებით უნდა შევხვდეთ, ეს რა განსაცდელიც არ უნდა იყოს. და მამაო, ერთი ცოდვა თუ შეიძლება მითხარით, რა შეიძლება რომ გაუფრთხილდეთ, ვისაც გამოსწორება უნდა სამომავლოდ. აი მაგალითად წელს რომ არ ჩაიდინოს, აი მაგალითად თქვენი დალოცვის შემდგომ რომ არ ჩაიდინოს, აი რა შეიძლება რომ ყველა ცოდვა არის ადამიანის დიდი დანაშაული, რომ იგი ვერ აღიქვამს ბორომდე ცოდვის მნიშვნელობას. ქრისტე ჩვენი ცოდვების გულისთვის განკაცდა და ჯვარზე გაეკრა და ჩვენი ცოდვები ხელახლა ჯვარს აცმევს ქრისტეს. ასე რომ რომელი ცოდვა და რომელი არაცოდვა, ესე არ შეიძლება მიდგომა. ყველა ცოდვა არის მომაკვდინებელი, არა გასაგებია ეს ყველაფერი, მაგრამ უნდა გვახსოვდეს, რომ პატარა ცოდვასაც უნდა მოვერიდოთ, იმიტომ როგორც იობის წიგნში წერია, ცოდვა გავს ჭიანჭველას და ლომს. სანამ ის პატარა გასრის ეს ცოდვა, თორე როცა ის ლომი გახდება, შენ მას ვეღარ დაამარცხებ. ამიტომ ყოველნაირი ცოდვას უნდა მოვერიდოთ. როგორც კი მოვა ჩვენში ცოდვის რაღაც ფიქრები შმაკისგან, ხო? აი მაშინათვე უნდა გამოუცხადოთ ბრძოლა, მაშინათვე უნდა ვთხოვოთ უფალს შემწეობა, რომ ეს ჭიანჭველა ლომად არ გადაიქცეს და მაშინათვე უნდა გავსრისოთ ეს ცოდვის ჭიანჭველა. მადლობა. წარმატებები. გაიხარეთ.